სიტუაციაზე, რაც დღეს მინდა. დიდი მადლობა ხატია. ნამდვილად არ მქონდა უფლება წარმეგრო ჩემს კედელში, თუმცა შენ ვიცი როგორი გულშემატკივარი ხარ საქართველოს ქართული სპორტის იგრძნობა ნამდვილად და ნამდვილად თუნდაც შორს ვარ, მაგრამ ხედავ აქ მერაბი გარკვეულწილად გულისხმობს ჩემს სოციალურ ქსელებში აქტიურობას, თუმცა არაფერი იცის იმ შესახებ, რასაც ახლა მოგიყვებით და ახლა კი ამბობთ ამბავს, როგორ შეიძლება წარმატებული ადამიანი გახდეს სხვებისთვის მოტივაციის წყარო. თავდაპირველად როცა TikTok-ის ვიდეოების გაკეთება დავიწყე, ისე მოუწია, რომ მერაბიზე და ხვიჩა კვარაცხელიაზე ვდებდი ხოლმე ვიდეოებს, შემდეგ მერაბმა გაიმარჯვა იანთან და ამ ვიდეოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მივხვდი, რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა. შემდეგ უკვე შევეშვი ბევრი საქმე მქონდა და უკვე როცა მერაბი გახდა ჩემპიონი, მაშინ კვლავ გავაგრძელე ვიდეოების კეთება და მივხვდი, რომ ეს საქმე უნდა გამეგრძელებინა და ბოლომდე მივყოლოდი. შარშან მქონდა პრეზენტაცია გამარჯვებულ აწარმატებულ ადამიანებზე და მერაბის მაგალითზე განვიხილავდი, როგორ შეიძლება გახდე წარმატებული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ. ერთ-ერთმა სტუდენტმა მითხრა, რომ ისეთი ამბები მოგვიყევიო, მივხვდით, რომ თების გადადგმა შემიძლიაო. და შესაბამისად ერთი ადამიანის მიერ გადადგმული მთა უდრის სხვების მოტივაციას და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დივიდენდი, რაც შეიძლება წარმატებულმა ადამიანმა მიიღოს, რომ იქცეს სხვების მოტივაციის წყაროდ, ისე რომ ამის შესახებ შესაძლოა თავად არც კი იცოდეს.